რადგან ამ ვიდეოს უყურებ და უსმენ, ესე იგი თქვენ ხართ გურუ მიქალის ტაროზე, ამ თუ არა ხართ, ვიღაცა აუცილებლად იყო და მოგაწოდათ, ნემსი თუ უნებლიეთ. ხოდა გადადით რაღაც ელოდებით, ააკეთეთ ესეთი ლაიქი, ან გაზიარება და ბევრს საინტერესოს შეიტყობთ სასარგებლოსთან შერწყმულს და ეზოთერულ არაჩვეულებრივ მაგიურობებსაც გამოგკრავთ ხელს. მოკლედ ასე, მე ახლა მინდა თქვენ წინაშე ერთი ნაცადი პრაქტიკა, მეთოდი წავადგინო, რომელიც პირადად მეც ხშირად გამოცდილი მაქვს და ჭრის მეგობრება ის საიდან არ მკითხოთ, ოღონდ მართლა. აი რაღაცის გაკეთება გვინდა და ფიქრობთ, რომ ხელი გვეშლება. რა, ვინან რა არის წინაღობა. და ძალიან გვინდა ამის მოსწრება, მალე რო ახდეს. ამისათვის ეს ძალიან მარტივად და გენიალურად რო გაკეთდეს, უნდა გავესაუბროთ ჩვენს მფარველ ანგელოზს, რომელიც ყოველთვის თან დაყვება. როგორც წესი, ისინი ჩვენს მარჯვნივ დადიან, ამიტომაც ვიღებთ მარცხენა ხელს, დავდებთ მარჯვენა ბეჭზე, გავიხედებით და აი ესეთი სიტყვებით ვეტყვი. ჩემო ანგელოზო, ძალიან გთხოვ, ყველაფერი საუკეთესო გზით მოგვარდეს. აი ეს, მეტი არაფერი. აი თქვენ ნახავთ და უცებ არ დაიწყებს რომელიმე მანქანა უკუსმით გამოსვლას და არ დაგითმობთ გზას. მოკლედ ასე მეთოდს ქვია საუკეთესო შედეგით, საუკეთესო გზით მოგვარების მეთოდი, რომელსაც აუცილებლად თქვენი მფარველი ანგელოზი ჩაუდგება სათავეში და მოგეხმარებათ. ძალიან მარტივია. გაიხედეთ მარჯვნივ და მოეფერეთ მას, რომელსაც თქვენ ყველაზე მეტად უყვარხართ. გარდა ამისა, თუ აღმოაჩინეთ, რომ საკუთარ თავში ჩაიკარგეთ, აღმოაჩინეთ, რომ რაღაც მიყავხართ ბნელ და არასასიამოვნო აზრებს, თუ იფიქრეთ, რომ ვიღაცა გებრძვით, ის ხილული თუ უხილავი, მოკლედ ყველაზე მოსაყვანი უცებ გამოსაფრიზლებელ ფრაზებსაც გასწავლი. ძალიან მარტივად. ფრაზა ნომერი პირველი, მე ჩემ თავს ვყავარ. და ნახსოვეთ, რა მაკაცრს, მე ჩემ თავს ვყავარ. მეორე, მე ცოცხალი ვარ. მესამე, მე თლიანი ვარ, ან მე სრულყოფილი ვარ, რომელიც გინდათ და ბოლოს ღმერთს მე ვუყვარ. აი ეს გაუმეორეთ საკუთარ თავს, ეს იქნება გაღვიძების, დაძინების, რაღაც რთულ გაბნეულობისა და სულიერი დეფიციტის და შიმშილობის დროს, როცა არ იცი რა გააკეთო და თვითდაჯერება, თვითკმარობა გინდათ. ყველაზე კარგ მეთოდებს მიაგნებთ, თუ საკუთარ თავს თქვენს ღვთიურ მეს კონტაქტს გაუბავთ და თვალმოუშორებლივ და აი გრძნობა მოუცილებლად შეძლებთ მასთან კონტაქტს. მოკლედ ასე, რაც შემიძლიათ გითხრათ, რაც არა პირადად მოგეთყვით. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს ჩართვები იყოს თქვენთვის გამოსადეგი და პრაქტიკული. ეხლა ნახევარი მსოფლიო იცით, რომ ამაზეა გადასული. ჩვენ ვიღვიძებთ, ან ვართ გაღვიძების პროცესში და ვინც დამიჯერებს, ძალიან კარგ ფონზე გავა. გასაგებია ერთად, ყველანი ერთად. ჩემთან ერთად, თქვენთან ერთად. დალაიქეთ, გამომიწერეთ, რასაკვირველია, მადლობა მითხარით, ეს ხო ყველაზე მაგიური და ყველაზე, ასე ვთქვათ, დაფასებადი რამ არის, ფაქტიურად ლოცვას ნიშნავს. დაწერეთ, სიამოვნებით ვიღებ. ან ელემენტარულად მადლობა თეა. ძალიან იოლია. მოკლედ ასე, ტაროზეც ვისაც უნდა შემეხმიანება და არა მარტო ტაროზე, სხვა ამბებსაც აუცილებლად გავანდობ. მოკლედ ჩემი კოორდინატები იცით? ეჭვს არ მეპარება, რო იცით და ვინც არ იცის, წაიკითხოს ანოტაციაში. გაგოცეთ და გელოდებით.